კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. კონკურსი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში ქართველებთან ერთად უცხოელი პიანისტებიც იღებენ მონაწილეობას. კონკურსის მიზანი ახალგაზრდა პიანისტების აღმოჩენა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. კონკურსი 1997 წლიდან იმართება. 2002 წლიდან კი თბილისის საერთაშორისო კონკურსი მსოფლიო მუსიკალური კონკურსების ფედერაციაში გაწევრიანდა. კონკურსის დამფუძნებელი საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდია, რომელიც თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ეს კონკურსი უკვე ტრადიციად იქცა დაარსებულია 10 წელიწადზე მეტი არსებობს. მანამდე დროს გავიგო და ჩაეწერა თბილისის კულტურული ცხოვრებაში, გახდა მისი ორგანული ნაწილი. ძალიან ბევრი საინტერესო შემსრულებელია ჩამოსული, ძალიან მაღალკვალიფიციური ჟიურია. ჩვენ ვიცით 97 წლიდან დაიწყო და ბევრი ქართველი შემსრულებელი გახდა მსოფლიო მნიშვნელობის შემიძლია თქვა ვარსკვლავი და ფეხი აიდგეს სწორედ ამ კონკურსზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დღეები იქნება, იმიტომ რომ მე გავეცანი კონკურსანტებს, მათ ბიოგრაფიას და საინტერესო კონკურსი იქნება. საერთაშორისო კონკურსის მიზანი ახალგაზრდა ქართველი პიანისტების მსოფლიოსთვის გაცნობაა. კონკურსის მონაწილეები სხვადასხვა დროს იყვნენ ხატია ბუნიათიშვილი, მარინა ნადირაძე, ვალერიან შიუკაშვილი და კიდევ რამდენიმე წარმატებული პიანისტი. ეს არის არა მარტო საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსების აღმოჩენა, საერთოდ თავმოყრა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების თბილისში არის თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ყოველთვის ახალი ნაკადი მოდის მუსიკოსების ამ კონკურსზე. პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს სხვადასხვა ქვეყნის 150 მუსიკოსმა გამოთქვა. შესარჩევი მოსმენის შემდეგ კი კონკურსისთვის 30 პიანისტი შეირჩა, მათ შორის 9 ქართველი კონკურსანტი. ჟიურის წევრები მსოფლიოში ცნობილი პიანისტები და პროფესორები არიან. მოველოდებით ახლებურად გაშღერებულ ფრაზას, ახალ ფერს ცნობილ შედევრებში, ახლად გააზრებულ ინტერპრეტაციას. ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ველოდებით და არა ის, რამდენად ტექნიკურად სრულყოფილად გამართავს ის თავის სოლო გამოსვლას. ეს კონკურსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მუსიკოსებისთვის, რომლებიც ჩამოსულები არიან ასევე ქართველებისთვის. ტარდება 20 წელიწადში ერთხელ, როგორც საფორტეპიანო ოლიმპიადა, ასე ვთქვათ, ასეთი კონკურსია, ძალიან მაღალი დონის კონკურსია. სპეციალურად ჩამოვედი შვეიცარიიდან, ამჟამად ვსწავლობ მე იქ და იმედი მაქვს, როგორც სხვა დანარჩენებს, რომ ფინალში გავალ, ნახოთ რა იქნება, ვერცდება ყველაფერი. კონკურსის გახსნის მეორე ნაწილი მსოფლიოში აღიარებული იტალიელი პიანისტის ალბერტო ნოზეს კონცერტმა გააგრძელა. თბილისის საერთაშორისო კონკურსი 4 ტურად ჩატარდება და 6 ფინალისტს ჟიურის წევრები 13 ოქტომბერს გამოავლენენ.